აქ ცხოველები არიან და ძალიან აინტერესებთ რას ვაკეთებ. მოვათავსოთ შამპურები ნაკვეთჩხალზე. ესეც ხორცი. კარტოფილიც დავჭრათ. მართლა მაგარი გამოვიდა. არია. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განსაკუთრებულად მძიმე და უჩვეულო დღე მაქვს. ვამზადებ 10 ნაკლები კერძს, ეს არის ბორში. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. დიახ, ბორში ეს გაუგებარი ვარდისფერი სითხე, სადაც ბოსტნეული კარგავს თავის იდენტობას და სულ სხვა გემოზე გადადის. ამიტომ ბავშვობიდან ერთადერთი საჭმელი და ერთადერთი კერძი, რომელიც არ მიყვარდა და ვერ ვჭამდი ვერასოდეს სიამოვნებით, ვერ მივირთმევდი ვერასოდეს სიამოვნებით, ეს იყო ბორში. მაგრამ მე გადავწყვიტე ბორშს მივცე შანსი, ოღონდ ჩემი წესებით. დღეს გავამზადებ არა უბრალო ბორშს, არამედ კერძს სახელწოდებით ბორში შამპურზე. ჩემი მისიაა ვაქციო ჩემი ყველაზე არასასურველი და არასაყვარელი კერძი სასიამოვნოდ. მაშასე წარმოგიდგენთ ჩემი დრამის მთავარ გმირებს. ესენია კომბოსტო, კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, ნიორი, ჭარხალი, კამა, საქონლის ხორცი, შავი პილპილი, მარილი, მაწონი და არაჟანი. რაც მე მთელი ბავშვობა ამათმა მაწვალეს და რამდენი ადამიანი დამიტოვა ნაწყენი იმის გამო, რომ ავჭამდი მათ მომზადებულ ბორშს, ეს ყველაფერი უნდა გამოვხატო დღეს იმაში, რომ უნდა დავსაჯო ეს ინგრედიენტები და უნდა შევწვა აუცილებლად ღია ცეცხლზე. არა გაჭყლეტვით და არა ჩაჭყლეტვით და ჩახარშვით, არამედ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთო სადამსჯელო ოპერაცია ღია ცეცხლზე, შამპურზე. პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ, ეს არის ვჭრით ხორცს ისეთ ნაჭრებად, რომ წამოვაგოთ შამპურზე და შევწვათ ღია ცეცხლზე. ჭრით კუბიკებად შამპურისთვის ხორცს ავიღებთ შამპურს მანამდე კარგად ავაგიზგიზოთ, ცეცხლი და ნაკვეთჩხალი შევქმნათ, კარგად. და წამოვაგოთ პირველ რიგში საქონლის ხორცი, იმიტომ რომ ცოტა დრო სჭირდება ბოსტნეულთან შედარებით ხორცს შესაწვავად. ისეთ ლამაზ გარემოში ვართ დღეს და ისეთ ლამაზ სიტუაციაში ვართ, რომ ჩვენ როცა მოვედით და აი ყველაფრის გამზადება რო დავიწყე, საპიკნიკე სიტუაცია შეიქმნა, ხალხიც მოვიდა ოჯახებთან ერთად, შეიკრიბა ოჯახები და ისეთ კარგ დროს ატარებს ყველანი, რომ მე მგონი ჩვენი დღევანდელი ახალ შექმნილი კერძი მე მგონი გაისინჯება და დეგუსტაციასაც მე მგონი ჩვენი სტუმრები გააკეთებენ და ჯერ რა თქმა უნდა მე. ჩემი და ბორშის ისტორიას მოგიყვებით ახლა საიდან დაიწყო, საიდან მოხდა ის, რომ ჩვენი გზები ესე გადაიკვეთა. ზოგადად ყველამ ვიცით ის 90-იანი წლები, ის პერიოდი, როცა არაფერი არ იყო რა და საბავშვო ბაღში კიდე ყველა ბავშვს რაღაცა აკრიატება აქვს თავისი, ალბათ ყველას კარგად გეცოდინებათ და მოკლედ ჩვენს ბაღში მე მგონი როგორც მახსოვს ყოველ სამშაბათ დღეს, ყოველი სამშაბათი დღე იყო
ბორშის დღე. ეგრე მახსოვს დაახლოებით ის დღე და ჩვენ მყავდა კულინარიული დესპოტი ერთი, რომელიც ყოველ სამშაბათს შემოდიოდა მზარეული კულინარიული დესპოტი. აი ესე ომახიანი და მხიარული ხმით შემოგძახებდა ბავშვებს, აბა ბავშვებო დღეს გვაქვს უგემრიელესი ბორშის დღე. მე არ მინდოდა ეხა ამის ჭამა და იმდენ რაღაცა ხლიკას მიმართავდი, ჩვენია დღეს მოვიფიქრე ეგეთი რაღაცა, რომ შემოიტანეს ბორში. აი ესე დაგვიდგეს, უკვე უნდა გვეჭამა ბავშვებს და ამასობაში მოვიფიქრა, რომ გული ამომიღო პურიდან და ეს გული ჩავალბე, პურის გული ჩავალბე ბორში. და ბოლო 2-3 ლუკმა ისეთი სიამოვნები შევჭამე, გეგონებოდა, რომ აი მაგრა მიყვარდა და სიამოვნებდა და ეს გული რაც ჩავალბე და რითაც ის ის თებში მოვასუფთავე, ჩავიდე მე გულუბრყრილოდ შიდა წყნარად ჯიბეში რა, ის 2-3 ნაჭერი გული და ერთი მომენტი დადგა ისეთი, რომ მასწავლებელმა დაიძახა, აბა თქვენ ნახატები გამოიტანეთო. ის ვერ მოვიფიქრე, რომ ეს შეიძლება დასველებული იყო ჯიბე და ავდექი მეც ბუნჩულა საყვარელი ბავშვი და წავედი და მასწავლებელი კიდე გაოგნებული სახით იყურებოდა. რა ხდება, გავაყოლე თვალი და რაც გავიარე იმ გზაზე, იმ ვარდისფერის სითხის ნაკვალევი ეთყობოდა და აი მაშინ მასწავლებელს გეგონებოდა ისეთი წარმატები და ისეთი სახე ქონა გეგონებოდა, რომ დივერსანტი აღმოაჩინა ბაღში, ხო? მოხდა ეგრე და აი იმის მერე გაიყო ჩემი და ბორშის გზები რაღაცა საშინლად არ მიყვარდა და ყოველთვის მაღაზე იყო ჩხუბი, მაგრამ იმ დღეს მე ბაღში კი დამსაჯეს, მაგრამ სახში არ დავისაჯე თავი. მოვედი გემრიელად. ხომი და ყველი შევჭამე დედაჩემის გაკეთებული, ასე რომ არაფერს არ დააკლებდა ის ბორში ჩემ იმას ჯანმრთელობას, მაგრამ დავაკეთე ეგრე. მოკლედ ვჭრით ეხლა შამპურისთვის სხვა ბოსტნეულს. კარტოფილი. აი ესეთი ისტორია ქონდა მოკლედ ჩემი და ბორშის დაშორებას და რავი, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ესეთ სახეს მივცემდი ბორშს რა. და ვიფიქრე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო განსაკუთრებული და ისეთი რაღაცა მინდა დღეს მოვამზადო, რომ ისეთი ინტერპრეტაცია მინდა გავუკეთო ბორშს, რომ ისეთი გემოები უნდა მივცე, რომ აი ეხლა რომ მომეწონება და ბავშვობაშიც რომ უარს არ ვიტყოდი ბორშის ჭამაზე და აი ესეთი ჩემებური ბორში მინდა დღეს შემოგთავაზოთ, მოკლედ და ამასთანავე მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ და ალაიქოთ ჩემი არხი. ბევრჯერ მინდა გითხრათ და ყოველთვის მინდა რომ ის თქვენი აქტიურობა, ის კომენტარები, ის რჩევები, რასაც მე ვაკეთებ, რასაც თქვენ მირჩევთ, ყველაფერს გავითვალისწინებ აუცილებლად. ასე რომ დაწერეთ, იაქტიურეთ, გამოიწერეთ, მეგობრებს გააცანით ჩემი არხი. აი ესეთ ლამაზ გარემოში გავიდეთ ერთადაც, არ არის პრობლემა. თქვენს გარემოში, თქვენს კუთხეებში, სადაც ლამაზი საპიკნიკე ადგილებია, გავიდეთ და მოვიფიქროთ, მოვიგონოთ ახალი კერძები. მეტი არაფერი დაგვრჩენია ჩვენ, რომ ესეთი ლამაზი დღეები არ გავატაროთ ერთად. ესეც სტაფილოსაც წამოვაგებთ შამპურზე. აი ესე. აქ ცხოველები არიან და ძალიან აინტერესებთ რას ვაკეთებ. თან ისეთი ქვეყნიდან არიან ჩამოსულები, რომ ბორში იციან. კომბოსტოც ისე მოვახერხოთ და ისე დავჭრათ, რომ როგორმე წამოვაგოთ შამპურზე. როგორმე მესამე შამპურიც გვაქვს და აი ეს. მე მგონი ესე აჯობს. მოვათავსოთ შამპურები ნაკვეთშხალზე. ესეც ხორცი. დაბოლზე გავაკეთოთ.
ესეც ბოსტნეული და ცოტა მაღალზე გავაკეთოთ კომბოსტო გადმოვიღოთ ბოსტნეული, რომელიც იწვება შამფურზე. გადმოვიღებთ და დაველოდებით მანამდე ხოცი შეწვას. აი ესე ბოსტნეულსაც გადმოვყრით. კარგი არომატები წამოვიღო და კარგი სუნი აქვს. და ცოტა დიდი ხანი მოუწევს შედარებით ხორცი და ამიტომ დაველოდოთ. მანამდე კი დავჭრათ ბოსტნეული ისე რომ შემწვარი ჭარხალი გაგისინჯავთ ვინმე ეს ისეთი მაგარი არომატი მოსდის. ჭრით ხახს კარტოფილიც დავჭრათ. ყველაფერს შემწვარი გემო რო ექნება და მე ჭარხალი რო თავის აზიზამს და გააწითლებს ხო იქნება შემწვარი ბორში იქნება. ამიტომ აი ყვითელი ფერიც შემოვიდა. კომბოსტოც დავჭრათ. ხორცი შეიწვა შამფურზე, გადმოვიღებთ და დავჭრით, დავაკუცმაცებთ ისე რომ ჩვენს ბოსტნეულს გადაურიოთ. კარგი, შენ გენაცვალე. კარგი არომატები აქვს. დავჭრათ ისე წვრილად. ესეც ასე. ჩავაყაროთ ბოსტნეულთან. წვრილად დავჭრათ კამა. აუცილებლად უნდა მოვასხათ მაწონი და არაჟანი. ესეც არაჟანი. ეს რაოდენობა დაახლოებით. მოვაყრით შავ პილპილს. წარმოიდგინეთ ბოლშია ჩვეულებრივი. უბრალოდ წვენი არა აქვს. მაგრამ გემო უნდა გამოვიდეს რაღაცა ზღაპრული. და რა თქმა უნდა მარილი. ეს ყველაფერი აურიოთ ერთმანეთში. შეხედა უცხო რაღაც გამოვიდა. ჩემი საყვარელი ჭყალებში ბოლშის რიმეიკი ჩემებურად არის აი ეს. აი შემოძვირფასებო. კერძი სახელწოდებით ბორში შამფურზე მზად არის. აბა პური. მომაწოდეთ პური.
თუ შენ გენაცვალ. ესე? ამაზე უკეთესი ბორში დამიჯერეთ წვნიანი არ იქნება. სტაბილო აქვს. კომბოსტოც აქვს. ჭარხალიც აქვს. რაც თავადია ხორციც აქვს. რავი, ამაზე უკეთესი რაღა უნდა მიირთვათ და დამიჯერეთ, არინანებთ, გაამზადეთ. გაოგნებული ვარ დედას გეწევი. მართლა მაგარი გამოვიდა. კარგია. ჩემს გემოვნებაში ჩაჯდა. თქვენს მოგეწონებათ. მოამზადეთ. დაწერეთ კომენტარებში როგორი გამოგივათ. თქვენ შეიძლება თქვენებურად სხვადასხვა ინგრედიენტები, რაღაცები მიამატოთ. მე უკვე ხვდები რა შეიძლება კიდე დაამატოს ადამიანმა და შემდეგისთვის თქვენს გაითვალისწინეთ და უფრო მაგარი გააკეთეთ და უფრო კარგი გამოგივათ და ამასობაში კიდევ დალაიქეთ, გამოიწერეთ და მიყვარხართ.